მზადხარ სანქციებისთვის ბიძინა ამ კითხვით ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ჯო უილსონი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. უილსონმა სოციალურ ქსელ X-ზე ზედიზედ 3-ჯერ გამოაქვეყნა ტვიტი, სადაც ის ოცნების ლიდერს დიქტატორსა და ამერიკის მტერს უწოდებს. კონგრესმენის განცხადებებში ნათლადაა ნათქვამი, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური კურსი ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება და პასუხად სანქციებია მოსალოდნელი. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია. დაწერა თავდაპირველად სოციალურ ქსელში ჯო უილსონმა. სოციალურ ქსელში პირველი განცხადების დაწერის შემდეგ უილსონმა მალევე გამოაქვეყნა მეორე და მესამე ტვიტი, სადაც პირველი განცხადების სულისკვეთება გაიმეორა და ამერიკას საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისკენ მოუწოდა. კორუმპირებული ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საქართველოში დემოკრატია დიქტატურად გარდაქმნას. თუ ეს მოხდება, ჩვენ პირველ რიგში ამერიკა უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება შევაჩეროთ. რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლუდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან მზადხარ სანქციებისთვის ბიძინა, დაწერა X-ზე ჯო უილსონმა. ჯო უილსონის განცხადებებს სოციალურ ქსელში მალევე გამოეხმაურნენ მისი ამერიკელი კოლეგები, რესპუბლიკელი კონგრესმენი რობერტ ადერჰორტი უილსონთან ერთად სანქციების დაწესებას ეთანხმება და ამბობს, რომ ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით დგას. ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა ამერიკელმა სენატორმა ჯონ კორნინმაც. განცხადებაში უფრო მკაცრი იყო რესპუბლიკური კვლევის კომიტეტი. ჩვენ უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ რიგში, არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურას, თქვა კომიტეტმა კონგრესმენ ჯო უილსონის საპასუხოდ. საქართველოს მნიშვნელობა სტრატეგიულად განიხილავს ევროპაში ამერიკის ყოფილი მთავარსარდალი გენერალი ბენ ჰოჯესი. ის ეთანხმება უილსონს და ამატებს, რომ ამერიკას საქართველოსთან დაკავშირებით სტრატეგიის შემუშავება სჭირდება. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უილსონის განცხადებებს გამოეხმაურნენ ევროპაშიც. რუსეთი აწარმოებს უკრაინის გასანადგურებლად, აწარმოებს დივერსიებს ევროპასა და ამერიკაში, პოლიტიკურად ხელში იგდებს საქართველოს. ჩამოაგდეს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი ემუქრება მსოფლიოს ბირთვული იარაღით. განა არ დადგა დრო, რომ ამ ფაშისტურ რეჟიმს პასუხისმგებლობა დაეკისროს იმგვარად, რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს. მშვიდობა ძალის მეშვეობით არის ერთადერთი გზა, რომელიც მნიშვნელოვანია. მშვიდობისთვის არის დაშოშმინება მიუნხენის სულისკვეთებით, წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხკელსონი. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის გუშინდელ განცხადებებს მალევე გამოეხმაურნენ საქართველოში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას. საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე როგორც საქართველოს პრეზიდენტს თქვენი სოლიდარობის იმედი მაქვს 29-ში და შემდეგ, ახალ არჩევნებამდე, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა. არავითარი ვითარება არ შეიცვლება შეერთებული შტატების მხრიდან იმ კვაზი პოლიტიკოსების და იმ უზურპატორების მიმართ, რომლებიც საკუთარ თავს ხედავენ იმ სამყაროს ნაწილად, რომელშიც არის ირანი, ჩინეთი, რუსეთი, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საყირალში დადის თეირანში, ჰეზბოლასა და ჰამასთან ერთად ატარებს თავის პოლიტიკურ დროს, ასეთ პოლიტიკურ ძალებთან ამერიკის შეერთებული შტატები თავის ისტორიის მანძილზე არასდროს არ თანამშრომლობდა, არ იყო მათდამი ლოიალური და პირიქით მათ წინააღმდეგ და მათ გასაქრობად ყველაფერს აკეთებდა. ჯო უილსონმა კიდევ ერთხელ შეახსენა ეს უმარტივესი ჭეშმარიტება და ეს აქსიომა ამერიკული საერთაშორისო პოლიტიკისა ბიძინა ივანიშვილს ამჯერად პირადად. ჩვენ მრავალჯერადად მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირებისგან სხვადასხვა მწვავე განცხადებები, შეფასებები, ასევე დამდგარი შედეგი არის ის, რომ დასანქცირებულთა სია გაიზარდა და მაგნიტსკის სიაში შეყვანილია უკვე კონკრეტულად ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსები და თანამდებობის პირები. უბრალოდ ალბათ ოცნების რეჟიმის მხრიდან ბოლო სერიაში ვიხილავთ იმას, რომ ტრამპიც გახდება გლობალური ომის პარტიის წევრი.